მოგესალმებით. მოდით ვნახოთ, როგორ განვითარდება მარტის თვე თქვენთვის. ზოგადად რა ენერგიები შემოვა, რა გელოდებათ ამ თვის განმავლობაში. რა სიახლეები, ზოგადად რა მოვლენები იქნება აქტუალური. გვაქვს ორი ვარიანტი. პირველი, მეორე, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი, რომელიც უფრო მეგეზიდავთ. პირადი კონსულტაციებისთვის შეგიძლიათ მომმართოთ პირად შეტყობინებაში და ყველანაირ დეტალურ ინფორმაციას გაგაცნობთ, იმიტომ რომ ზოგადად ეს გაშლები არის მაინც საჯარო და ყველაფერი შესაძლოა თქვენ სიტუაციასთან ვერ რეზონირდეს. ზოგიერთების შემთხვევაში კი რეზონირდება ხოლმე, შეიძლება 100%-იც კი, მაგრამ თუ ზუსტად გაინტერესებთ თქვენი სიტუაცია და რაღაცის ესე დეტალურად განხილვა გსურთ, ამისთვის არის პირადი კონსულტაციები. რომელზეც შეგიძლიათ მობრძანდეთ. მოკლედ, დავიწყოთ პირველი ვარიანტით. და ვნახოთ, რა გელოდებათ მარტის თვეში, ვინც აირჩიეთ პირველი ვარიანტი. ჩემი ხელები არ შეიმჩნიოთ, იმიტომ რომ ყავს კატა, რომელიც საშინელად ჭამს და მოკლედ ამის ბრალი არის ცოტა არაესთეტიურად თუ მოგეჩვენებათ. მაგრამ თავარი აქ არის ინფორმაცია, რასაც თქვენ ჩემგან იღებთ. მოკლედ, დავიწყოთ, ნახოთ პირველი ვარიანტი, ვინც აირჩიეთ, რა გელოდებათ მარტის თვეში. ესე იგი, ნახეთ როგორ სიტუაციას მიჩვენებს. აქ არის რაღაც მომენტი, აი სულ ამოდის საჯარო გაშლებში ხარაც გავაკეთე, სულ ამოდის რაღაც ერთი ენერგია და რა არის ხო, ეს თასების დედოფალი ამოდის სულ. და ნუ როგორი სიტუაცია ხო, აი ძალიან მგრძნობიარე ემოციური ქალი, აი თქვენს თავშიც აი ძალიან მოსიყვარულე, მზრუნველი, თბილი ადამიანი, აი ესეთი ტიპის შეიძლება იყოთ და ამავდროულად ახლა ამ ეტაპზე რაღაც სიტუაციებზე ძალიან ღელავდეთ. რახან ჩვენ აქ ყავს მეფე მონეტების, ვიტყოდი რომ შესაძლოა ეს ეხებოდეს ურთიერთობასაც კი, აქ რაღაცამ შეიძლება გული გატკინათ, იმედი გაგეცრუათ, აი ძალიან ესე ცოტა ნეგატიური ძიმე ენერგიებში შეიძლება იყოთ. აქ ცოტა ცვალებად იმპულსურ ენერგიებს მიჩვენებს კონკრეტული ადამიანის მხრიდან და ესეც როგორი მომენტი არის, აი ვიტყოდი რომ რაღაც აი ზოგიერთი ადამიანის რაღაც პრინციპულობამ და სიჯიუტემ და რაღაც ესეთმა მომენტებმა თითქოს ძალიან დაგღალათ და აი რაღაც თითქოს გულისტკენაც იყო აქ, ზედმეტად რაღაც დიდი ემოციები ჩადეთ შეიძლება, რაღაც რესურსი ჩადეთ ადამიანში და შესაბამისი კი არა, საერთოდ არაფერი ვერ მიიღეთ და ეს შეიძლება ასე თუ ისე გაღელვებდეთ. პირველი ეს რვიანი კარტხები რაც ამოდის, ეს არის რაღაც ახალი, ან ნახეთ კომუნიკაციები, რაღაცა სწრაფი ინფორმაცია, რაც თქვენთან შემოვა მარტის თვეში და შეიძლება აქ იყოს გადაადგილებაც, გზავრობაც, აი რაღაც ესეთი მომენტები იქნება, აი რაღაც სწრაფი ცვლილებები, რაღაც სწრაფი მოვლენები, რაც თქვენს ცხოვრებაში შემოვა. მოდით აბა კიდევ დავამატოთ, რას უნდა ელოდოთ ზოგადად მარტის თვეში. რას უნდა ელოდოთ? აქ რაღაც მოულოდნელობები იქნება და ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც წინსვლაც. ზოგიერთები არ ვიცი თუ გეგმოთ, შეიძლება სადმე წახვიდეთ, იყოს აქ გადაადგილება, თან ძალიან მოულოდნელი და ამასთან ერთად ვიტყოდი რომ აი სიტუაცია რაშიც თითქოს გაჭედილი იყავით და არ ვითარდებოდა და აი რაღაცას ძალიან სხვანაირად შეხედავთ, სხვაგვარად გაიაზრებთ. აი რაღაც ისეთი მომენტი გექნებათ, რომ აი ძალიან მოულოდნელი გაცნობიერების, რომ აი აქამდე სად ვიყავი, აქამდე რატომ ვერ ხედავდი ამას, აქამდე რატო ვერ მოვიფიქრე, რომ აი ეს შეიძლებოდა ან ესე იყო რაღაც სიტუაცია. აი რაღაცა მნიშვნელოვანი გაცნობიერების, მნიშვნელოვანი რაღაცა ნგრევაც იქნება აქ და მე რაღაც ახალი სიტუაციის აშენებაც, ხო? მაგრამ ეს რაღაცის ნგრევა და რაღაცის დასრულება თქვენს ცხოვრებაში ძალიან კარგ შედეგებს გამოიწვევს საბოლოო ჯამში. მოდით აბა კიდევ ვნახოთ და აი ის სიმამაცე რაც შეიძლება აქამდე არ გქონდათ, აი საბოლოოდ მოიკრიბავთ ამ სიმამაცეს და ნუ რაღაც აი რაღაც მძაფრი ცვლილებები იქნება აქ წესით. მაგრამ ამას მე თან ახლავს წინსვლა. ხო, იცით რა არის? აქ შეიძლება
თქვენს ცხოვრებაში იყო ადამიანი, ან რაღაც თქვენს, აი არ ვიცი, ძალიან ბევრი ეგოცენტრიკი ადამიანი გხდებოდათ აქამდე თქვენს ცხოვრებაში რა და მარტის თვეში ვფიქრობ, რომ პირველ ადგილზე დააყენებთ თქვენს თავს უფრო მეტად. შეიძლება აი ძალიან ბევრი რესურსი გადიოდა თქვენიდან იმ კუთხით, რომ აი სხვებს ახმარდით თქვენს რესურსს, თქვენს ენერგიას, თქვენს ფინანსებს და რაღაცნაირად აი ის მომენტი არის, რომ ვფიქრობ აქ უფრო მეტად საკუთარ თავზე კონცენტრირდებით ახლა და თქვენს რაღაც კეთილდღეობაზე. აქ უფრო მეტი დაფასებად შემოდის თქვენი როგორც პიროვნების და ვიტყოდი, რომ აი რა სიტუაციაშიც თავს ძალიან ესე გრძნობდით რა ღარიბულად ბჭყალებს ესე რომ ვთქვათ, ამ სიტუაციასაც გადალახავთ. აი ეს მომენტი არის. მოდით აბა კიდევ რა გელოდებათ? რა გელოდებათ? აი ძალიან მნიშვნელოვანი თვა იქნება თქვენთვის ეს ცოდეთ. ძალიან ესეთი რა აი დრამატული რაღაცა მოვლენებით სავსე. მაგრამ სიახლისკენ მიდიხართ, რაღაც ძალიან კარგი ენერგიები მოდის, იმიტომ რომ თქვენ რაღაც გაკვეთილი უკვე ჩააბარეთ, გაიარეთ რაღაც სირთულეები, გამოხვალთ აქ რაღაც კონფლიქტური სიტუაციიდან და სიახლისკენ მიდიხართ. აი რაღაცა ნახეთ ორიენტასებით დაჭდა, აი შეიძლება ეხებოდეს ურთიერთობებს როგორც ასეთი და აი რაღაც ტოქსიკურ სიტუაციას დაასრულებთ რა. აქ პირადის კუთხით არის ეს თუ ზოგადად ცხოვრებისეულად, ну ასე ხა თქვენ სიტუაციას უნდა მოარგოთ, მაგრამ აშკარად რაღაც ტოქსიკური ნეგატიური მდგომარეობიდან გამოხვალთ და აი მარტისო თქვენთვის პირველ რიგში აი ამ კუთხით იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. და ну აი ძალიან ბევრი სიახლეები გელოდებათ წინ, რაღაც ახალი ეტაპი თქვენს ცხოვრებაში, ეს ცოდეთ. მოდით აბა ახლა ნახოთ რჩევის სახით. მოდით ორაკულიდან ნახოთ რჩევის სახით თქვენთვის რა იქნება, რას გირჩევთ? არო ზოგადად მარტის თვეში რა რჩევა იქნება თქვენთვის სამყაროს. რჩევა თქვენთვის. რჩევა თქვენთვის. ნახეთ აი მიენდეთ თქვენს ინტუიციას პირველ რიგში ამას გეტყოდით, თქვენ იცით ყველაფერი, აი შინაგანად ძალიან კარგად გრძნობთ ყველაფერს, ეს იცოდეთ და აი ძალიან დიდი რაღაც დადებითი ემოცია, დადებითი გრძნობა შემოვა თქვენს ცხოვრებაში. შეიძლება იყოს რაღაცა ახალი ურთიერთობაც, რაღაც სიახლეებით, ზოგადად ემოციური კუთხით ჩანს აქ რაღაცა ახალი ეტაპი და ის რა ძალიან დიდ სიხარულს შემოიტანს ერთგვარად თქვენს ცხოვრებაში. უბრალოდ მიენდეთ თქვენს ინტუიციას, თქვენს შინაგან ძალას, თქვენს შინაგან ხმას, იმიტომ რომ აი შეიძლება რაღაც ქაოსი გქონდეთ ახლა მართლა და ისეთი მომენტი რომ აი ვერ ხვდებით თქვენს განცდებს ზოგადად რა ხდება სიტუაციაშიც, ხო? მაგრამ აუცილებლად აქ თქვენ შეძლებთ იმას, რომ რაღაც ყველაფერს თავი მოუყაროთ ერთგვარად და აი თქვენ შინაგან მეს მოусმინოთ რეალურად რა გინდათ და რა გსურთ ზოგადად. აქ აუცილებლად იცოდეთ, რომ თუ რაიმეზე იჭობთ, თუ რაიმეზე ფიქრობთ ზოგადად და აი რაღაცა გაორებული ხართ, რომ აი ნეტა ეხა მართალია ეს რასაც ვგრძნობ, ან იქნებ თავს ვატყუებ, ან იქნებ ილუზიებში ვარ, იქნებ არ არის ასე. რეალურად თქვენ ყველაზე კარგად იცით თქვენი თავის, თქვენ ყველაზე კარგად გრძნობთ იმას, რაც უნდა იგრძნოთ, ასე რომ მიენდეთ თქვენს ინტუიციას პირველ რიგში ამას გეტყოდით. პირველი ვარიანტისთვის აი ეს არის მესიჯი. მოდით ახლა გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. რა გელოდებათ მარტის თვეში? და ნახოთ. აქ ძალიან სასიამოვნო და ეს არკანი ძალიან მიყვარს, ზოგადად ენერგია 6-იანი თასების. ну ზოგადად ეს არის ნოსტალგია, მონატრება, რაღაც ცოტა ისეთი ნეგატიური რა, აი ნოსტალგიური ემოციები, მაგრამ ამასთან ერთად
ვიტყოდი რომ ისიც რა შეიძლება აქ წარსულიდან დაბრუნდეს თქვენთან ადამიანი, რაღაცა წარსულზე ფიქრი არის ერთგვარად, რაღაც ნოსტალგიური მომენტები შეიძლება ძველი ნაცნობი შემოვიდეს ისევ თქვენ ცხოვრებაში, ძველი პარტნიორი თუნდა. ანუ რაღაც ესეთი მომენტი რა, ადამიანი რომელთანაც თქვათ რაღაც უკვე გამოიარდა, რაღაც დიდი მნიშვნელოვანი მომენტები გქონდათ, ამ ადამიანთან ჩანს ისევ რაღაც სიტუაციები თქვენს ცხოვრებაში. შეიძლება იყოს ზოგიერთების შემთხვევაში რაღაც კარგი საჩუქარიც, ვინმესგან მიიღოთ რაღაც კარგი საჩუქარი. და ვიტყოდი რომ ზოგიერთების ცხოვრებაში შეიძლება ის ადამიანი შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში, ვინც რა ვიცი, ვისთანაც წინა ცხოვრებაში უკვე რაღაც მომენტები გაიარეთ. აბა ვნახოთ ახლა დავაზუსტოთ უფრო მეტად, იმიტომ რომ ეს მაინც ვარიანტები არის და რა გელოდებათ მარტის თვეში, ვინც აირჩია მეორე ვარიანტი. რა გელოდებათ? რა გელოდებათ მარტის თვეში? ხო, იცით რა არის ახლა აქ ვიტყოდი რომ რაღაც გაორებულ არჩევანის წინ შეიძლება დადგეთ თუ უკვე არ დგახართ. აქ ცოტა ისეთი თემა არის რა, თითქოს აი სერიოზულ განცდებში შეიძლება იყოთ და რა კუთხით ვამბობ. ანუ ნერვულობა არის, დარდი არის, აი ბევრი რაღაც გამოიარეთ რა, მოკლედ რომ ვთქვათ, იყო იმედგაცრუებაც შეიძლება, იყო რაღაც დანაკლისიც, წარსულმა მართლა ბევრი რაღაც გასწავლათ, ბევრი გამოცდილება მოგცათ და რაღაც აი შეიძლება ახლა ასე თუ ისე ცოტა კრიზისულ მდგომარეობაში შეხვედით. აქ რაღაც არჩევანის წინაშე შეიძლება იდგეთ, გაორებულ მდგომარეობაში იყოთ, არ იცით თითქოს რა გააკეთოთ, რა გზით წახვიდეთ, რა იქნება თქვენთვის ყველაზე უკეთესი და კარგი და რა ვიცი, ცოტა თითქოს აი შეიძლება უსამართლობის განცდაც გქონდეთ, რაღაც დანაკლისიც განიცადეთ. აქ მარტის თვეში პირველ რიგში მიჩვენებს, რომ სამართლიანობა შემოდის ერთგვარი თქვენს ცხოვრებაში, რაღაც ის დაბალანსება და გარკვევა, ერთი ამას ვიტყოდი და მაგრამ მაინც რაღაც არჩევანს ვხედავ თქვენთვის, რაღაც გაურებულ მდგომარეობას. აბა გამოხვალთ თუ არა ამ სიტუაციიდან, საერთოდ რა გელოდებათ? რაღაც ტოქსიკური თემა არის, რაშიც შეიძლება ახლა იყოთ. კომფორტის ზონიდან ვერ გამოდიოდეთ და ეს კომფორტის ზონა ძალიან ცუდად მოქმედებდეს რეალურად თქვენზე. იცით როგორი მომენტია, ახლა ორ ვარიანტს ვიტყვი. უფრო რაღაც ისეთი სცენარი წავიდა, რომ აქ შეიძლება ადამიანი არის თქვენს ცხოვრებაში, ვისთანაც ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობა გაქვთ. შეიძლება ასე თუ ისე რაღაც ტოქსიკური მომენტები არის. ეს ადამიანი შეიძლება რაღაც ხრივ აქამდე ნაბიჯს ვერ დგავდა და რაღაც სიტუაციებში ძალიან ტოქსიკურად იყავით ერთმანეთთან, მაგრამ ვიტყოდი, რომ ახლა გეძლევათ იმის შანსი, რომ ეს მდგომარეობა გადალახოთ და აქ იქნება პირადის კუთხით რაღაც ძალიან დიდი ბედნიერება. იმიტომ რომ ის ადამიანი, ვისთანაც რაღაც რთული მომენტები გქონდათ, ვფიქრობ, რომ აქ წესით რაღაც სიტუაციები უნდა დამუშავდეს, იმიტომ რომ თქვენ აქ შეიძლება ძალიან მკაცრად დადეგით, რაღაც პრინციპული, რადიკალური გადაწყვეტილებები მიიღეთ და სწორედ აი ამ თქვენმა გადაწყვეტილებებმა მიიყვანა თუნდაც ეს სიტუაცია და ეს ადამიანი იქამდე, რომ რაღაც სიტუაცია შეიცვალა თქვენ შორის. ნუ ზოგადად ვიტყოდი, რომ უმეტესად აი ეს მომენტი იქნება, თუ უკვე დაასრულეთ რაღაც სიტუაცია და აი უკვე წერტილი დაუსვით რაღაც მომენტს, აქ შეიძლება იყოს ახალი ურთიერთობის შემოსვლაც და ძალიან დიდი ბედნიერების თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ თუ რაღაც სიტუაციას გადიხართ კონკრეტულ ადამიანთან, ესეც იცოდეთ, რომ თქვენი რაღაცა რადიკალური მიდგომა და თქვენმა საუბრებმა თუნდაც და აი ამ მომენტებმა გარკვეულწილად შედეგი გამოიღო და შედეგს გამოიღებს ეს ყველაფერი. თუ ის მომენტი გაქვთ, რომ აი შერიგება გინდათ ადამიან, ანუ რაღაცა გაჩერებული სიტუაცია შეიძლება იყოს, რაღაც გაურკვეველი და წესით აქ აღდგენაც იქნება ურთიერთობის. აბა კიდევ ვნახოთ. რას გვეტყვის ტარო? აქ რაღაც შანსი გეძლევათ, ძალიან მნიშვნელოვანი. რასაც ძალიან დიდი ხანი შეიძლება ელოდებოდით. აი ეს მომენტი არის.
პირველ რიგში აქ რაღაცა, ანუ ყველაზე მთავარი აქ ის არის, რომ თქვენ რაღაც შინაგანი ემოციური, მენტალური ყველანაირი სახის დამოუკიდებლობა მოიპოვოთ. თუნდაც მატერიალური, ესეც გაითვალისწინეთ, იყავით დამოუკიდებელი და მარტის თვე დიდი ალბათობით ამ ენერგიებსაც შემოიტანს თქვენ ცხოვრებაში, რომ უფრო მეტად დამოუკიდებელი იყოთ, უფრო მეტად ძლიერი იყოთ, უფრო მეტად კონცენტრირდეთ საკუთარ თავზე და საბოლოო ჯამში ძალიან კარგი შედეგები იქნება ამ კუთხით. ნახეთ, შეიძლება ახალი სამსახურიც იყოს, რაღაცა სიახლეები იყოს მატერიალური კუთხით, შემოთავაზებები იყოს და ეს რაღაცა არასასურველი და არასასიამოვნო სიტუაციებიდანაც გამოგიყვანთ, ეს იცოდეთ. კი. და აი რაღაც სიტუაციას აუცილებლად დავუსვამთ აქ წერტილს და აი რაღაც რაციონალურ, ძალიან სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ, რაც იქნება სამართლიანი თქვენთვისაც და სხვებისთვისაც. აი აქამდე თუ ისე იყავით, რომ აი არ ვიცი რა გავაკეთო, ღირს თუ არა, რამდენად სწორია ჩემი ეს ნაბიჯი, აი რაღაც ესეთ მომენტები თუ გქონდათ, აქ ვიტყოდი, რომ რაღაცას აი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებთ საბოლოო ჯამში. და ძალიან თამამი ნაბიჯი იქნება ეს ერთგვარად თქვენი მხრიდან. მოდით აბა ვნახოთ ახლა ჩვენ მესიჯი, ანუ ზოგადად რჩევა თქვენთვის. მარტის თვის რჩევა თქვენთვის. ნახეთ როგორი მომენტი არის, რაღაცით ძალიან იმედგაცრუებული ხართ ახლა. და იცოდეთ რომ აი გამოხვალთ ამ მდგომარეობიდან რა, აი დაძლევთ ამ სიტუაციას, შესაძლოა ფიქრობთ რომ აი ყველაფერმა უკვე ჩაიარა და ყველაფერი კარგი რაც უნდა შემოსულიყო თქვენ ცხოვრებაში წავიდა და რაღაც აი ნამდვილად ისე რაღაც დანაკარგსაც გრძნობდეთ იმას, რომ რაღაც შანსი ვერ გამოიყენეთ რეალურად, ესეთი მომენტები შეიძლება გქონდეთ, რაღაც მომავლის იმედი გქონდეთ დაკარგული ერთგვარად, მაგრამ აქ აუცილებლად იცოდეთ, რომ თქვენ რაც სამართლიანად გეკუთვნით, ამას აუცილებლად მიიღებთ. უბრალოდ რაღაც მხრივ ყველაფერს დრო სჭირდება ამ სამყაროში და ყველაფერს თავისი დროც აქვს რეალურად. ამიტომ თუ ეხლა რაღაცა წარსული თუ გმაყოფილო ხართ, ეცადეთ, რომ აი მომავლის გეგმებზე კონცენტრირდეთ, რაღაც მომავლის იმედი გქონდეთ. თქვენი ოცნებები აუცილებლად ასრულდება, აი ეს იცოდეთ, მოკლედ. და წარმატებას გისურვებთ დროებით. ნახვამდის, იმედია რეზონერდა თქვენთან ეს გაშლა, ველოდებით თქვენს კომენტარებს.